მერთმა დაგლოცოთ ძვირფასო რადიო მსმენელებო და წყალობა არ მოგაკლოთ. მრავალ დღესასწაულებს დაისწარით. წმინდა ანდრია პირველწოდებული შეგვეწიოს, წმინდა თამარ მეფე და ყოველნი წმინდანი. საქართველოს მფარველნი. ვაგზალებთ საუბრებს ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რასაც ქვია ეკუმენიზმი, მისდამი დამოკიდებულება, როგორი უნდა კონდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს. სულ უფრო და უფრო ხედავთ ჩვენ, რომ ამ საკითხისადმი ინტერესი ღრმავდება, ამ საკითხის ირგვლივ უამრავი მართებული და არამართებული აზრები გვესმის, როგორც საჯაროდ, ისე კულუარულ წრეებიდან, ასე რომ ფიქრობთ, რომ აი ამ საკითხებს სჭირდება მართლმადიდებლური კუთხით გაშუქება და შევეცდებით, რომ რამოდენიმე იმ თეზას, არგუმენტს, რომელსაც ისინი იყენებენ, ანუ ეკუმენისტურად მოაზროვნე ადამიანები, აი ამის გაბათილებას და თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ ეკლესიის მთელი ისტორია ფაქტობრივად აი მოციქულების პერიოდიდან დღემდე გახლავთ მართლმადიდებლური სარწმუნოების სიწმინდისათვის ბრძოლა და თანამედროვე საღვთისმეტყველო ნაშრომებში ხშირად ისმის ესეთი შემოთავაზებები რაღაც გაერთიანებისკენ სხვა კონფესიებთან, ჯერ თითქოს დიალოგის სახით, შემდეგ უფრო ღრმა ფესვებს ხედავთ ჩვენ აი ამ ყოველივე ამაში და აი ამის შესახებ გსურს ჩვენ თქვათ ორიოდე სიტყვა და როდესაც ვიტყვით ჩვენ მათი არგუმენტების შესახებ, დავარქმევთ ოპონენტებს, ვინაიდან ისინი ნამდვილად არა მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის თანახმად ცდილობენ მართლმადიდებლობაში შემოიტანონ უცხო მსოფლმხედველობა და შეხედულება. ამიტომ ჯერ კიდევ ჩვენ ვხედავთ, რომ ძველ ქრისტიანულ ლიტერატურაში, საღვთისმეტყველო ნაშრომებში, კანონებში ვხედავთ, რომ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მართლმადიდებლებს არამართლმადიდებლებთან და საერთოდ ზოგადად სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანებთან. ჩვენ სულიწმინდა მსოფლიო კრებებისა და წმინდა მამების თხზულებების მეშვეობით განგვიცხადა, რომ ეკლესია, რომელიც აგრძელებს თავის მისიას დედამიწაზე, არა მხოლოდ ცხონების გზა, არამედ ერთადერთი გზაა ღვთისაკენ მიმავალი და თავად მაცხოვარმა აი ცოდვისაკენ მიდრეკილებზე ბრძანა სახარებაში, რომ თუ ეკლესიისა არის მინოს, იყო შენთვის ვითარცა მეზვერე და წარმართიო. და ერესი არა მხოლოდ ეკლესიისადმი დაუმორჩილებლობა, არამედ მისდამი რაღაც ამპარტავნული წინააღმდეგობა, ეშმაკისეული ხედვა, რაღაც წარმართები და მეზვერეები და ერეტიკოსები, თურმე შეიძლება იყვნენ ჩვენი ლოცვის საგანი მათთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ დაუშვებთ. ცხადია, ჩვენ მათთან შეგვიძლია რაღაც გარკვეული ისინი ზრუნვის საგანი გახდნენ, მაგრამ ყოველგვარი სიცრუის, იმ მოჩვენებითი აზრთა თანხვედრის, ან ტრადიციის თანასწორობის და რაღაც ერთიანობისაკენ მოწოდების გარეშე ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ამ ადამიანებთან ურთიერთობა. და აი ამ ერთიანი მსოფლმხედველური აი ამ პლატფორმის ძებნისათვის წარმართებთან არ უნდა ვამყარებდეთ ჩვენ ხომ კავშირს, ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება მართლმადიდებლური სარწმუნოება. ჩვენ მართლმადიდებელ ტაძარსა და ერეტიკულ სამლოცველოების თავზე ვერ აღმართავთ, ხო, საერთო გუმბათს. ამას ჩვენ ვერ ვხედავთ წმინდა მამათა ისტორიას თუ გადავხედავთ. წმინდა ათანასე და არიოზი არ სკანდირებდნენ ერთიანად, ხომ, ლოზუნგებს, რომ ერთ ღმერთს აღიარებდნენ და ერთი სარწმუნოება გვაქვს. არც წმინდა კირილე ალექსანდრიელი და ნესტორი არ ადგენდნენ რაღაც ერთობლივ კომუნიკეს იმის შესახებ, რომ მათი სწავლებები მხოლოდ ფორმალურებით განსხვავდება ერთმანეთისგან, ხოლო არსით თურმე ერთიანი ყოფილანო. ვერ პოულობთ ასეთივე ხედვებს წმინდა გრიგოლ პალამას
სწავლებაშიც, რომ თითქოს და ვარლამ კალამბრიელი მაგალითად ერეში ისეთივე ღვთაებრივი მადლი მოქმედებდა, როგორც მაგალითად ათონელის სიხასტებში და მხოლოდ როგორც ეკუნომისტებს ჩვევიათ ხოლმე, თურმე მცირე ოდენი შეიძლება დაკნინებული ხარისხით იყოს ეს. და წმინდა მამები ეძებდნენ აი ამ ცოცხალ კავშირს ღმერთთან, ხომ? ქრისტესთან, რომელიც როგორც სრულყოფილი ჭეშმარიტება აბსოლუტურად ვერ იტანს სიცრუეს, ვერ შეერთდება მასთან აი ამ ერესში და თანამედროვე ჰუმანისტები კი ეძებენ აი ამ ილუზიური ერთობას ლამის ყველასთან მსოფლიოში, აი ამ აღსარებლური მინიმალიზმის საფუძველზე, რომელიც თურმე შეიძლება საერთოდ იმდენად და მინიმალურობამდე მიიყვანო, რომ ყველა რელიგია საბოლოო ჯამში ერთ კონფესიად გამოაცხადო. აი ამის მცდელობებს ჩვენ ვხედავთ უკვე და ამიტომაც ჩვენ ავიმაღლებთ ხმას აი ამ ცრუ შეხედულების წინააღმდეგ. ცხადია და მართალია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ეკუმენისტური საბჭოდან გამოვიდა მე-20 საუკუნის ბოლოს, მაგრამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ იმ პრობლემატიკაზე, რომელიც ზოგადად მართლმადიდებლურ წიაღში არსებობს და ეს საკითხები გარწმუნებთ, რომ ძალიან ძლიერ არსებობს, როგორც ბერძნულ ღვთისმეტყველებაში, ასევე რუსულში თუ სერბულში, თუ სხვა. ამიტომ ჩვენ ერთიანი ეკლესიის წევრები გახლავართ და არ შეიძლება გულგრილი დავრჩეთ იმ სულიერი მდგომარეობისადმი, რომელიც სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნების წიაღში ხდება, იმიტომ რომ ჩვენც მათი ლიტურგიკულ ერთობაში მათთან ვიმყოფებით. აქვე უნდა ითქვას, რომ აქაც მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ არიან გულგრილი აი ამ ლიბერალურ ეკუმენისტური მსოფლმხედველობისადმი და ამიტომაც ჩვენ გვსურს, რომ გარკვეული განმარტებები აი ამ საკითხებთან ზოგადი ცხადია ყველაფერზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ზოგიერთ საკითხებს შევეხებით მაინც და ჩვენი ოპონენტები აი ამ ეკუმენიზმის გამოწვევასთან დაკავშირებით, რაც არსებობს დღეს სამყაროში, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მოითხოვს, რომ ღირსეული პასუხი გაეცეს მათ, იმიტომ რომ ქრისტეს ეკლესია არის ჭეშმარიტების დამცველი, მასში არის ის ულევი, სულიერი ძალები და ღვთაებრივი ნათლის მარადიული წყარო და მას შეუძლია, რა თქმა უნდა, და მისი მოვალეობაა, რომ აღმატებული იყოს ყოველგვარ ცრუ შეხედულებებზე და ჯეროვანი პასუხი გასცეს ყოველივე ამას. ამიტომაც თავიდანვე ვიტყვით, რომ თავისი არსით ეს მოძრაობა, რასაც ქვია ეკუმენიზმი, მიზნად ისახავს კონფესიების დაახლოებას და გაერთიანებას, თავდაპირველად ქრისტიანულ წიაღში, თუმცა შემდეგ კიდევ უფრო დიდი მიზნები გააჩნიათ. შეიძლება ორი ფორმისა იყოს ეს სიახლოვე, ერთი კონფესიების სინთეზი, როგორც თქვათ უნიფიკაცია და ტრადიციების შერწყმა ერთიან ოსანაში, ასე ვთქვათ, და მეორე ის სინკრეტიზმი, განსხვავებული ნაწილების შეერთება, საერთოდ სხვა კონფესიებისაც გაერთიანება განსხვავებული ფორმების პრინციპებით, რომელიც ყველასათვის ერთი შინაარსის მინიჭებას უნდა ემსახურებოდეს. ორივე შემთხვევაში ეკუმენიზმი ახალ ეკლესიოლოგიად გვევლინება, რომელიც დიამეტრიულად განსხვავდება აბსოლუტურად მართლმადიდებლური ეკლესიოლოგისაგან და ამისი ხაზგასმა გვსურს ჩვენ. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ეკუმენიზმამდე დიდი ხნით ადრე, ხოლოდ უფრო, რა თქმა უნდა, ფართო მასშტაბებით ეს პრინციპები თეოსოფიამ წამოაყენა, როდესაც ბრძანა, რომ ყველა მსოფლიო რელიგიის გაერთიანებით მათ სურთ ერთი უნივერსალური რელიგიის შექმნა და აი ამ რაკურსით, რა თქმა უნდა, ეკუმენიზმი აი ამ თეოსოფიის ერთ-ერთი სახე გახლავთ და ჩვენი ოპონენტები ამბობენ ესეთ რამეს, რომ ეკუმენიზმმა უკვე
აგრესიული ფორმები მიიღო და მასთან საჭიროა საუბარი, რომ არ შეიძლება ჩვენ იზოლირებული ვიქნეთ მათთაგან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მაგრამ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს შეხედულება, რასაც ეკუმენიზმი დღეს ქადაგებს, დიდი ხნის წინ უარყო ეკლესიამ, როგორც შესაძ გნოსტიციზმთან და თეოსოფიურ ტენდენციებთან დაიწყო ბრძოლა და მსოფლიო საეკლესიო კრებებზე ეს დადგენილებები ცხადად გამოხატავს ეკლესიის პოზიციას, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ თანამედროვე ლიბერალ ეკუმენისტები, ჩვენი ოპონენტები, როდესაც საუბრობენ ამ საკითხებზე და მოგვიწოდებენ მათთან საუბრისაკენ, გაურბიან ეკუმენიზმის განსაზღვრებას ზოგადად და ამიტომ ეკუმენიზმში ხშირად ხედავენ მაგალითად ორი სახის კონცეფციის არსებობას, ან მაგალითად კარგი ეკუმენიზმი არსებობს თურმე და ცუდი. ამასთან კარგი ეკუმენიზმი გამართლებული აქვს არა რაიმე იდეებით, არამედ წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით და ისინი ასევე აცხადებენ, რომ ყველა ჩვენთაგანი ნაწილობრივ ეკუმენისტები ვართო, ვინაიდან მივილტვით აი ამ ურთიერთგაგებისა და ურთიერთობისაკენ ზოგადად და თითქოს ავიწყდებათ, რომ ეკუმენიზმი არა ადამიანის შინაგანი განწყობილება, არამედ რაღაც ისტორიული მოძრაობაა, რომელსაც თავისი პროგრამა, თავისი გეგმა, ორგანიზაცია და ფუნქციონირებადი ორგანო გააჩნია, თუმცა ისინი აი ამას მეორე ხარისხოვნად მიიჩნევენ, უпростоად შენიღბულად გვესაუბრებიან ამის შესახებ, რომ მათ სულადაც არ აქვთ მიზანი გაერთიანდნენ ჭეშმარიტებაში, ანუ მართლმადიდებლობაში, არამედ, როგორც მოგახსენეთ, იმ რელიგიური მინიმალიზმის პრინციპით სურთ მათ ყველა კონფესიების შეერთება. ანუ მართლმადიდებლობამ უნდა დათმოს მნიშვნელოვანი დოგმატური საკითხები, იქ შეიძლება კათოლიციზმა და პროტესტანტიზმაც რაიმე დათმოს თავისი შეხედულებებიდან და აი ასეთ და ამგვარად ისინი შემდეგ აი ამ რელიგიურ მინიმალიზმის პრინციპით შეეცდებიან, ესე იგი, გააერთიანონ რელიგიები. შემდეგ უკვე გადავლენ, რა თქმა უნდა, უფრო სხვა კონფესიებზე, რელიგიებზე და წარმართულ დაჯგუფებებზეც. როგორც ხედავთ, მათი მსოფლხედვის თანახმად, ჩვენ უნდა ვიყოთ აი ამ ცრუ ორგანიზაციის წევრები, მხარი უნდა დავიჭიროთ მათ ჩვენი ეკლესიის ავტორიტეტით და შევეცადოთ მივიღოთ ის სარგებელი, მაგალითად, რა სარგებელი შეიძლება მივიღოთ მაგათგან ფინანსები, რა თქმა უნდა, დავუშვათ გამომცემლობისათვის ან ტაძრების შეკეთებისათვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამასთან დავიწყებული აქვს, როგორც ჩანს, რომ ეკლესია კარგავს ამ დროს თავის მთავარ სიმდიდრეს, რასაც ქვია ზნეობრივი ფუნდამენტური შეხედულება და მისი სიმდიდრე მსახურება ჭეშმარიტებისა და წარმოვიდგინეთ რომელიმე მართლმადიდებელმა თეოლოგმა რომ განაცხადოს მაგალითად ესეთი რამე, რომ ყველა ჩვენთაგანი ნაწილობრივ კომუნისტები ვართ, ხო? და ვინაიდან აი ამ სიტყვის საფუძველში დევს პრინციპში ერთიანობაც და იგულისხმება ყოველ შემთხვევაში და განაერთობისაკენ არ უნდა მიულტოდონ ყველა ქრისტიანი, ხო? აი ამ კუთხით. თავად ზიარებას ეწოდება, ხო, კომუნიანი, ესე იგი მაზიარებელი მისდაუნებლიეთ კომუნისტი ხდება? ანუ კომუნიზმის მიზანია მაგალითად თანასწორობა, ხო, ძმობა, თავისუფლება, შრომა და რომელი ქრისტიანი იტყვის ამის წინააღმდეგ რაიმეს. და ამას ჩვენ იმიტომ ვსაუბრობთ, რომ აი ესეთი ლოგიკით უდგებიან ისინი, რომ ჩვენ უნდა გქონდეს მათთან ურთიერთობაო და აი კარგი შედარებაა ეს კომუნიზმთან და არსებობს მაგალითად მარქსის კომუნიზმის გარდა სხვა კომუნიზმის იდეოლოგიებიც და სხვა ხედვებიც, რომლებიც განსხვავდება, ზოგი არის ძალიან რადიკალური, ზოგი ნაკლებად, ზოგი უფრო რბილია შეხედულებებით. ესე იგი ჩვენ რა აქედან გამომდინარე, მოდით გავაგზავნოთ ხო მაშინ ღვთლები უნდა გავაგზავნოთ და ერისკაცები კომუნისტურ პარტიაში იქ დაეუფლონ აი ამ პოზიციებს მართლობით და ხმების უმრავლესობა მოიპოვონ
და გავგზავნოთ მაგალითად საუკეთესო ღვთისმეტყველები, რომლებსაც თვის ნაცნობია ეს საორატორო ხელოვნება და იქნება მოიხვეჭონ ავტორიტეტი კომუნისტურ პარტიაში, მაგრამ რას გვაძლევს ეს? აი ეს არის საკითხავი, ხომ? ჩვენთვის რა არის ეს? პირად კონტაქტებში ეს დისკუსია მაგალითად თუ სხდომებზე, შესვენებებზე, აი ამ წევრებთან საუბარი, განა ეს გვაძლევს ჩვენ რაიმე სარგებელს? სწორედ აი ესე შედარება იმიტომ მოვიყვანეთ ჩვენ, რომ ჩვენი ოპონენტები სწორედ აი ამაზე აპელირებენ, რომ აი ჩვენ უნდა გქონდეს ურთიერთობა აი ამ საზოგადოებასთან, მართალია არსებობენ ასეთებიც, ისეთებიც, მაგრამ ჩვენ უნდა ვიქადაგოთ იქ ჭეშმარიტება თურმე, მაგრამ სინამდვილეში არავის არ უნდა იქ ჩვენი მოსმენა. ეს უკვე გამოაჩინა უკვე 100 წლეულმა პრაქტიკამ ეკუმენიზმთან ურთიერთობის, ეს კარგად გამოჩნდა, რომელი პროტესტანტი თუ კათოლიკე თეოლოგი მოაქციე ჩვენ აი ამ საუკუნის განმავლობაში. ჭეშმარიტებაზე გვეტყვის ვინმე? არ არსებობს ესეთი ადამიანები. ამიტომ მოდით აი ამ ცუდი და კარგი ეკუმენიზმის კონცეფცია ეს გახლავთ შენიღბული ფორმა, მზაკრული სახე იმისა, რომ რაიმენაირად წარმოგვეჩინონ ჩვენ, რომ თურმე არსებობს კარგიც იმ სოფხედველობაში და არავითარი კარგი იქ არ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ პრინციპულად საფუძველშივე ის არის თავისი შეხედულებით ყალბი. და ჩვენი ოპონენტები აღწერენ ხშირად, რომ აი ამ ეკუმენიზმისადმი მიდგომაში იწონებენ იქ მათთან საუბრებს და იმ კონტაქტებს, რომელიც არის საღვთისმეტყველო დიალოგებს, მაგრამ და ასე შემდეგ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ მსგავსმა ბუნდოვანებამ უნდა აიძულოს როგორც ჩანს მართლმადიდებელი ქრისტიანები დაივიწყონ თუ რას წარმოადგენს რეალურად ეკუმენიზმი. თავისი პროგრამითა და წესგანგებით, თავისი მყარი პროტესტანტულ თეოსოფიური მენტალიტეტით და მართლმადიდებლების ეკუმენიზმში მონაწილეობის საკითხში ხშირად ჩვენი ოპონენტები გვერდსულიან ყველაზე მთავარ საკითხს. და ეს გახლავთ ჭეშმარიტია კი ეკუმენიზმის იდეა, თუ არა. შეესაბამება კი ეს მოძრაობა ეკლესიის სწავლებას, თუ არა. და მის ისტორიას, მის დოგმატებს, კანონებს, პატრისტიკას თუ შეესაბამება, მაშინ ვალდებულნი ვართ ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღოთ მონაწილეობა ეკუმენიზმში. თუ არა, მაშინ ვალდებულნი ვართ დავტოვოთ ის, ხომ? და ესეც მოიქცა ჩვენი მისი უწმინდესობა, როდესაც გამოვედით აი ამ საბჭოს ფორმალური წევრობიდანაც და მაგრამ აი ეს ტენდენციები, როგორც მოგახსენეთ, კიდევ არსებობს და ეს საშიშროება ნამდვილად არსებობს მართლმადიდებლურ სამყაროში და ეს მართლმადიდებლური მორალი კატეგორიულად უარყოფს იეზუიტურ პრინციპს, როდესაც ისინი მიიჩნევენ, რომ ყველა საშუალება გამოდგება საიმისოდ, რომ მიაღწიოს მიზანს, ხო? ჩვენთან ესე არ არის. ჩვენთან მიზანიც წმინდა უნდა იყოს და საშუალებებიც წმინდა იყოს და რელიგიური კომპრომისი ჩვენთან არ უნდა არსებობდეს საერთოდ, ის მიუღებელია. ეს არის ცრუ სივრცეში ჩართვა და რაც არის ყოველად მიუღებელი ჩვენთვის და ეკუმენიზმი იწვევს აი ამ ნაწილობრივ აი ამ კაროზიას საღვთისმეტყველო აზროვნებაში და დეფორმაციას. ჩვენ ამას უკვე ვხედავთ ამ ტენდენციებს, ამიტომაც დავიწყეთ საუბარი ამ საკითხებზე. ჩვენი ოპონენტები მიიჩნევენ ასევე, რომ სარგებლის მიღება შეიძლება ეკუმენიზმიდან, მაგრამ განა შემთხვევით გვიგზავნოს კანონები ეროტიკოსებთან ეკლესიისთვის შესაწირის აღებას და ვინც იღებს მსგავს ცხვენს, მან შემდეგში უნდა გაიღოს და გადაიხადოს კიდეც შესაბამისად, მაგრამ რატომღაცა ეს წავიწყდებათ და გვთავაზობენ აი ამ კარგი და ცუდი ეკუმენიზმის თეზას და ამავე დროს ისევ კიდე მეორე არგუმენტით შემოაქვთ, არსებობს თურმე ადრინდელი და გვიანდელი ეკუმენიზმი, რომ არის ესეთი შეხედულობა, მაგალითად თურმე ადრინდელ ეკუმენიზმში მონაწილეობდნენ გამოჩენილი
რელიგიურ ფილოსოფიური მოაზროვნეები, ძირითადად რა თქმა უნდა იგულისხმებიან ემიგრანტი რუსეთიდან დიდი მოაზროვნეებში სოლოვიოვი, ბერდიევი და მათ შემდეგ სერგი ბულგაკოვი და სხვები იგულისხმებიან, რომლებიც მართლაც თავისი ნიჭით და გენიალური ნიჭით გამოირჩეოდნენ, მაგრამ აქვე შეიძლება არ ითქვას მათი მცდარი რელიგიური სოფხედველობის შესახებ. ზოგადად რაც ახასიათებდა იმდროინდელ ინტელიგენციას და რა ახასიათებდა მათ, აი ამ წარწმუნოებრივი რაღაცნაირი ძიებების სხვა კონფესიებში. ჩვენ ამას ვხედავთ კარგად, იყო ფილოსოფიური რაღაც რაციონალიზმი აშკარა, ეკლესიის ტრადიციული ღვთისმეტყველების მუდმივ ოპონირებას ვხედავთ ჩვენ მათი მხრიდან და მართლმადიდებლობის აი ამ შერწყმას ცდილობდნენ თითქოს და აი ამ ანტიკურ პლატონურ და აი ამ დასავლურ ფილოსოფიებთან და აი ამ სინთეზმა რა მოიტანა იმ პარიზის სკოლამ, რომელიც ჩამოაყალიბა ეს დღეს ამბიციას აცხადებს, რომ ის არის მართლმადიდებლობის შუქურა და თანამედროვე ლიბერალი ღვთისმეტყველების სწორედ უმეტესი წილი აი ამ ბუდიდან სარგებლობს და არა პატრისტიკიდან და წმინდა მამათა განსაზღვრებებიდან და დოგმატებიდან, რომლებიც არის საფუძველთა საფუძველი ჩვენი ეკლესიისა. და კეთილსინდისიერი ეკუმენიზმების და ესეთი საამებელი სიტყვებით მოხმობა ჩვენ ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად უსარგებლო იქნება მართლმადიდებლობისთვის, ვინაიდან სწორედ რომ აი იმ საფუძვლებში, როგორც იყო მაგალითად დეკანოზი სერგი ბულგაკოვი, ის რატომღაც ჩვენი ლიბერალები არ საუბრობენ ამის შესახებ, რომ ის იყო ცნობილი სოფიოლოგიური ერესის წარმომადგენელი და რომელიც იყო ანათემას გადაცემული და გაკეცხული პატრიარქების, არაერთი პატრიარქებისა და კრებების, ადგილობრივი კრებების მიერ და ეს იყო პირდაპირ ლახვარი გულში, რომელიც სწორედ მართლმადიდებლურ წიაღში აი ამ სოფიოლოგიის შემოტანით გამოიჩინა თავი. ამ შემთხვევაში სერგი ბულგაკოვზეა საუბარი. იგივე შეიძლება ითქვას ბერდიაევსა თუ სხვებზე და გვეჩვენება, რომ ისინი ცდილობენ დამალონ ის სამწუხარო ფაქტი, რომ თავად ეკუმენიზმის პროგრამაში ჩადებულია ის მავნე ეკლესიის მიერ დიდი ხნის წინ უარყოფილი პრინციპები და იდეები და ცდილობენ დათესონ რაღაცნაირად თესლი აი ამ ეკუმენიზმისა, რომელმაც რაც რო გადის, მით უფრო ძლიერი თავისი ფორმები მიიღო და შეიძლება ითქვას, რომ უკვე ყლორტებიც კი ამოვიდა და ჩვენ აი ამას ვერანაირად ვერ შეურიგდებით და ჩვენ ასევე გვსურს იმის თქვა, რომ თანამედროვე პრაქტიკაში გამოჩნდა ისეთი სოფხედველური ტენდენციები, რომლებიც არ შეიძლება დავტოვოთ უპასუხოთ. ჩვენი ოპონენტები ხშირად გვეუბნებიან, რომ თავის ჩანასახში ეკუმენიზმი ქრისტიანული კონფესიების სახარებების ქადაგების და წარმართებთან ბრძოლის თანამშრომლობის მცდელობა არისო. მაგრამ ქრისტიანობა ჩვენთვის არის მართლმადიდებელი ეკლესიას გულისხმობთ ამ შემთხვევაში და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ის არ არის რაიმე ანტიწარმართობა, ან ანტიმუსლიმობა, ან ანტიბუდიზმი, რომლებიც აი ამ რელიგიური ცდომილებების მხოლოდ კერძო შემთხვევები გახლავთ და თავისი აი ამ განუზომელი სიდიადით ქრისტიანობა არ შეიძლება იყოს მხოლოდ არ შეიძლება იყოს ასევე მოკავშირე, ვინაიდან ყოველგვარი კავშირზე აღმატებულია ის და ქრისტიანობა ცხონების გზა, ცხონების უწყება და მის ცნებებში აღსრულების შესაძლებლობა და მადმოსილი საშუალება ღვთის მიერ მიმადლებული ეკლესიისათვის და ადამიანების ცხონებისათვის და სუბიექტური კუთხით თუ ვილაპარაკებთ, ქრისტიანობა ადამიანის სულის ქრისტესთან სული წმინდით შეერთების შესაძლებლობა გახლავთ და
ეს იმას ნიშნავს, რომ აი ამ არადიული ურთიერთობაა ღმერთთან, რომელიც დედამიწაზე იწყება და ქრისტიანობა ქმნილების მარადიული გეგმის, აი ამ ღვთის მიმსგავსების აღსრულებაა, რისთვისაც ადამიანი იქნა კიდეც მოწოდებული და თუ ეკლესიის ისტორიულ მოწინააღმდეგეებზე ვისაუბრებთ, მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე არა წარმართები, არამედ ათეისტები იყვნენ, ხო? ეს კარგად გამოჩნდა და რა უქნეს მათ მთლიანად ფაქტურად ევროპა გაამატერიალურეს, შემდეგ ეს სულისკვეთება შემოიჭრა რუსეთში, ხოლო რუსეთსა და გერმანიაში თავისთავად რაღაც ანტირელიგიური დევნით და აი ამ ინკვიზიციებით გამოავლინა. ამიტომაც ეკუმენიზმის შეფასება, როგორც თქვათ, ორგანიზაციისა, რომელიც ებძვის წარმართობას, რომელ წარმართობას, აფრიკის წარმართობაზეა საუბარი, რომელიც ჩვენთვის ახლა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის. ცხადია, კარგია თუ მოვაქცევთ, მაგრამ ვინ მოაქცევს? სად არის იქ ერთიანი ჭეშმარიტი ხედვაზე საუბარი? თუ რომელი პროტესტანტი იტყვის, რომ მოდით მოვაქციოთ აფრიკელი წარმართები მართლმადიდებლურ ჯულზე, განა იტყვის ვინი ამას? არც არავინ და ასევე ჩვენი ოპონენტები ამბობენ ესეთ არგუმენტს, რომ ქრისტიანებმა თავის დიალოგში უნდა გადალახონეს ზოგიერთი სტერეოტიპები, ის ნეგატიური წარმოდგენა და უკვე თუნდა გავიცნოთ ერთმანეთი და ჩვენ მრავალ ნაციონალურ და მრავალ კონფესიურ ქვეყანაში ცხოვრობთ ერთის მხრივ, ხო? ჩვენთან არ არის შეზღუდვები, ხედავთ ამას კარგად, რომ საკმაოდ გავრცელებულია მუსლიმების რიცხვი ქვეყანაში და ასევე არიან საკმარისად კათოლიკებიც და მონოფიზიტებიც და სხვებიც და რომელ ნეგატიურ სტერეოტიპებზეა საერთოდ საუბარი და უცხო რელიგიის წარმომადგენლებისადმი ჩვენ არ ვართ მტრულად განწყობილნი და არ გაგვაჩნია მადამი რაიმე ნაირი წარმოდგენები რაღაც სიძულვილის და ასე შემდეგ, რომლებიც რა თქმა უნდა თუ არის ადამიანში უნდა გადალახოს. აქ არა ადამიანის პიროვნების ღირსებაზე და არც სულიერ თვისებებზე, არამედ ჩვენს მიერ სრულსოფლმხედველური იდეების მიუღებლობაზეა საუბარი. ჩვენ არ მოვიწონებთ და ვერასდროს ვერ მოვიწონებთ აი ამ დამოკიდებულებას, ხო? ჩვენ რა თქმა უნდა არა ვართ იზოლირებულისაკენ მიდრეკილნი და მაგრამ ისინი ჩვენი მეზობლები არიან, ეს ადამიანები, ჩვენ მათთან ერთად ურთიერთობთ და ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ განცხადება, რომ ფაქტის კონსტატირება, ასე ვთქვათ, რომ ჩვენს შორის მისტიკური ზღვარია გავლებული და ამ სივრცეში ხოლოთ აქ ურთიერთობა ჭეშმარიტების დაზიანების გარეშე არის შეუძლებელი. აი ამის თქმა გვსურს ჩვენ. ანუ მართლმადიდებლობას თავისი სწავლება გააჩნია და როდესაც აი ამ სწავლებასთან დაკავშირებით შემოთავაზებია სინთეზისაკენ და ერთობისაკენ ჩვენ აქ რა თქმა უნდა შეძლებას ვერ შევძლებთ. მათ მოყავთ მრავალი ესეთი მაგალითი, რომელიც კიდევ უფრო ცხადყოფს, რომ ჩვენ შორის არანაირი ურთიერთობა ფაქტიურად მაგ კუთხით არ შეიძლება მოხდეს. გადავხედოთ ჩვენს ისტორიას, ხომ? აი საუბრობენ მაგალითად რომაულ კათოლიციზმთან ურთიერთობის შესახებ, მაგრამ მოდით ფაქტებით ვილაპარაკოთ, რას აკეთებდა კათოლიციზმი ამ წლების საუკუნეში, რა ჩაიდინა მაგალითად უკრაინასა თუ პოლონეთში, გახსოვთ საშინელი ინკვიზიციები, უნიები, როდესაც ისინი პირდაპირ ანადგურებდნენ მართლმადიდებლურ ტაძრებს და რატომ ავიწყდება ჩვენს ოპონენტებს აი ეს ყველაფერი? და ისინი ხშირად იშველიებენ, რომ საჭიროა დიალოგი მაგალითად კრიშნაიტებთან, იაღვოველებთან და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ საპირისპირო რამეს, რომ ამ დიალოგებმა რა უნდა მოგცეს ჩვენ?
ან რატოა საჭირო ჩვენთვის შვეიცარიაში წასვლა თუ ევროპის სხვა ქვეყნებში წასვლა საიმისოდ რომ ნახოთ იქ იაღოველები და კრიშნაიტები, როცა ისინი ჩვენ გვიმტროვენ აქ კარებებს და ყველა სახში შემოსვლას ლამობენ და მაშინ მოდით აი ამ პრინციპებით თუ ეს კარგი ყოფილა უნდა ესე იგი მივიდეთ მათ შეკრებებს დავესწროთ იაღოველთა შეკრებებს ის დიალოგია მით უმეტეს რომ თავის დასაწყისში ისინი იწყებენ საუბარს სახარებაზე კეთილი განწყობით ეპყრობიან ადამიანებს და მაშინ მივიდეთ მათ საკრებულოებში და დაუჯდეთ მათ ხომ ეს ხომ ყოველად მიუღებელი იქნება და ჩვენ ასევე გვეუბნებიან რომ აი ამ 100 წლიანი ეკუმენისტური კონტაქტების შედეგად შეიცვალა მართლმადიდებლური ესე იგი ეკლესიისადმი დამოკიდებულება მათ გონებაშიო ანუ ვითომ ისინი უფრო სხვანაირად გვიყურებენ ხო ნუ ესეც გასაგებია თუ ადრე მიღებული იყო პირდაპირი საუბარი და შესაძლოა უხეში და თანამედროვე საზომებით რომ თქვათ უფრო მკაფიო და ამის შემდეგ თუ რაიმე ფორმებით შეიცვალა მათი დამოკიდებულება და დახვეწეს ეს დამოკიდებულება რა იცვლება ამითი ხომ დღეს რაიმე შეიცვალა მათ მიდგომების გარდა საფუძვლიანად და ამასთანავე უნდა ითქვას რომ აი კათოლიკები და პროტესტანტები აი ეკუმენისტი თეოლოგები არა მარტო ერთმანეთს და მართლმადიდებლობას არამედ მაჰმადიანობასაც ერთ ღმერთის რწმენისათვის მოუწოდებენ იუდაიზმს მოუწოდებენ მოწმენეთა საერთო მამის აბრაამის თაყვანისცემისაკენ წარმართებს უხილავი ღმერთის ძიებისაკენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რა ვქნათ ჩვენ ყოველივე ამას დავეთანხმოთ და ვიყოთ მათთან ერთად ოსანაში მაგრამ მართლმადიდებლობის აი ამ რეალურ პატივისცემაზე თუ ვისაუბრებთ ჩვენ გადავხედავთ ისტორიას დავინახავთ რომ სისხლის ღრის მეტი არაფერი არ ჩანს მათი მხრიდან ხომ ჩვენი ათონის მთაზე გაგახსენებთ ჩვენი ეკლესიის მონასტრის დანგრევა სწორედ კათოლიკების მხრიდან იმ უნიატურ ხელშეკრულებებს რომლებსაც მოქონდა ინკვიზიციები და საშინელი ტერორი როგორც მოგახსენეთ უკრაინასა და სერბეთში და ასევე ჩვენ ხედავთ რა მოხდა ამ დროს რუსეთში როგორი დევნა იყო და ამ დროს ისინი კიდე თავის საქმიანობით იყვნენ დაკავებული პროზელიტიზმით, როდესაც მართლმადიდებელ ეკლესიას ძალიან უჭირდა და სისხლის ღრით იყო სავსე და კითხოთ ეს ყველაფერი ისტორიას და ისტორია არ ტყუის უნდა დანო და გვაძლევს ჩვენ იმ რეალურ სურათს როგორი დამოკიდებულებაც მათ აქვთ ჩვენს მიმართ და ეს დამოკიდებულება დღესაც კარგად ჩანს თუ დავაკვირდება ადამიანი და ასე რომ ჩვენ ვერ მოვიტყვილებთ თავს რომ იქ არის კარგი, იქ არის მშვენიერი, ჩვენ ეს გამოვცადეთ, ეს დიალოგებიც ნანახი გვაქვს, ეს რა მოიტანა აი ამ დიალოგებმა ესეც ვნახეთ, ეხლა ეს აშკარა ტყუილი, რომელსაც თავაზობენ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის ყოველთვის იყო მთავარი ცხონება მართლმადიდებლური სწავლების დაცვა და აი ამ იდეალებით ცხოვრობდა ის ყოველთვის. იყო ის გამოჩენილი ღვთისმეტყველი თუ უბრალო გლეხი, მისთვის მართლმადიდებლური სიწმინდე იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომაც ჩვენც აი ამ კუთხით ვცდილობთ ამ საკითხის გაშუქება. შეიძლება არა ვართ რაღაც გამოჩენილი ღვთისმეტყველები, მაგრამ ვართ გულანთებული მართლმადიდებლები. აი ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ამაზე წინ არაფერი არ დგას და ღმერთი არა ჩვენს რაღაც თეოლოგიურ ცოდნას უყურებს, არამედ ჩვენს გულს, რომელიც უნდა იყოს ყოველთვის წმინდა და უნდა იყოს ჭეშმარიტებით აღსავსე და პირველ ყოვლისა სარწმუნოებრივი ჭეშმარიტებით და მისი სწავლებით. დაგლოცოს ღმერთმა და კიდევ პერიოდულად ვისაუბრებთ ალბათ აი ამ საკითხების შესახებ, რომელზეც დავიწყეთ საუბარი.